ლიდერს შეუძლია თუ არა κρიტიკის მიღება, ხო? მან დავდივარ საბოლოო ჯამში და κρიტიკას აღიქვავს თუ არა მტრობად. სამწუხაროდ დღეს აღქმულია მტრობად. კი, მეც მესმის ჩვენი თუმცა უნდა ითქვას, რომ ეხა პირველი პრეცედენტი, free business-ის პლატფორმა იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ბიზნესმა ხმამაღლა შეძლო პოზიციის დაფიქსირება და იქ იყო წვრილიც, საშუალო და მსხვილი ბიზნესიც, ხო? და საკმაოდ ბევრი, ხო? და ეს იყო პრეცედენტული ჩემი აზრით, როდესაც ბიზნესმენებმა თავის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება გადაწყვიტეს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ სადღაც ცუდად ვართ რა და მე ხშირად მithქვავს ინდივიდუალურ საუბრებშიც მსხვილი ბიზნესმენებისთვის, რომ დათურ სამსახურს უწევთ მთავრობას თქო, როდესაც მიდიხართ და მაამებელი ტონით ელაპარაკებთ, იმათაც სულ საქმეს უკეთებთ, იმიტომ რომ შენ თუ მიდიხარ მსხვილი ბიზნესი და ეუბნები, რომ ყველაფერი კარგად არის, იქით იმედია ჩართული, რომელიც გეუბნება მუდმივად, რომ ყველაფერი კარგად არის, კიდე არ გინდა ეს მოქმედებს შენ განწყობაზე და შენ გადაწყვეტილების მიღებაზე და ამითაც სულ საქმეს უკეთებთ, თუ არავინ არ ეტყვით, რომ თუნდაც დახურულ კარს მიღმა, რომ არ არის ყველაფერი კარგად, ხო? თქვენ საქმესაც აფუჭებთ ამითი და კი მეც ვცდილობ პოზიციას მეც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე მგონია რომ იცი როგორ არის ხშირად იფუთება როგორც არ ვიცი პოლიტიკურ პოზიციად, ხო ეს და ეს საერთოდ სამუდამოდ უნდა დაერქვას ამას, რომ ეს არის სამოქალაქო პოზიცია, ინდივიდუალური სამოქალაქო პოზიცია, რომელიც თითოეულ ბიზნესმენს აქვს და ამას ლაპარაკობს.